ხმაური იყო დღეს ვაკის საბურთალოს გამგეობის შენობაში, სადაც ამხანაგობების წარმომადგენლები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით 2013 წლის 1 სექტემბრიდან ამხანაგობების პროექტების თანადაფინანსება და ამხანაგობების თავმჯდომარეების დახალისება შეწყდება. ამხანაგობების წარმომადგენლებს დღეს ვაკის რაიონის გამგებელი შეხვდა. ბაჩო დოლიძემ საკრებულოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და თვითმმართველ ორგანოს დაფინანსების გაგრძელებისკენ მოუწოდა. უკვე აშკარა გახდა საკრებულოს მხრიდან გამგეობის მუშაობის პარალიზების მცდელობა. ჩვენ იცით, რომ ვახორციელებთ საკმაოდ წარმატებით ბინათ ამხანაგობების პროექტების განხორციელებას თანადაფინანსებით. არაერთი სახურავი შეკეთდა, არაერთი კანალიზაცია, კომუნიკაცია გამოიცვალა. და იმის ნაცვლად, რომ პირიქით ხარი დაეჭირათ მსგავსი პროექტების განხორციელებაში, დაგვიტოვეს ის ბიუჯეტი, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ ივლისისთვის ვალდებულებებს გავისწორებთ. საკრებულოს გადაწყვეტილებით ესე იგი შეწყვეტილია თანადაფინანსება. ესე იგი თანადაფინანსება ბინებზე, რემონტზე, სახურავზე, წყალსადენზე. აი ეს აბა ჩვენ იმას ვერ გავწდებით, მოსახლეობა ვეღარ გაწვდება. საკრებულომ გამოაგზავნოს წარმომადგენლები ერთი არა თავის იმ გადაწყვეტილებებთან ერთად, რა გადაწყვეტილება გამოიტანა ხალხის და თავმჯდომარეების და ყველას გარეშე 19 აგვისტოს. აი ზადგენილება სულ ყველაფერი ჩვენთან ერთად უნდა იყოს განხილული. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ყველა იმუქრება მთელი თავმჯდომარეები, მიცან ამ სასუდავ ხალხს რაღაც ის ასილი მიზერული რა არის როგორც ხონდათ და იმუქრებიან რომ გადაკეტავენ აუცილებლად გზას.